შეგვატყობინეს, რომ შემდეგი პირი ცოტა ყოვნდებოდა, ამიტომ გაგვიგრძელდა შესვენება. ნახოთ თუ არის მობრძანებული ბატონი დავით ქანთარია, წესით უკვე უნდა იყოს დოკუმენტებსაც გაცნობილი. და თუ სამდივნოს მხრიდანაც შეფერხებები აღმოფხვრილია, გთხოვთ რომ შემოაცილოთ დარბაზში. ძალიან კარგი. ბატონი დავით ქანთარია, ბატონო დავით მობრძანდით, გთხოვთ დარბრძანდეთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილას. თქვენ სავარაუდოდ სამდივნომ გაგაცნოთ დოკუმენტი, რომლის თაობაზეც უნდა მეც გითხრათ 2-20 სიტყვა, ეს არის გაფრთხილება, რომ ჩვენი კომისიის წინაშე არ გამოცხადება პირველ რიგში იჯება სისხლის სამართლებრივი წესით და მადლობა ამისთვის რომ მობრძანდით და გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა. თუმცა არის კიდევ სხვა რამდენიმე რამ, ეს არის განზრახ-ცრუახსნა განმარტების მოცემა, ასევე კითხვებზე უარი, ან პასუხისთვის თავის არიდება, ეს ყოველივე ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს რომ თქვენ იცით და მეც რომ ეს გითხარით, ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინდებარე დოკუმენტს და შევუდგეთ მუშაობას. ბატონო დავით, რომ არ დაგიმალოთ, წინა გამომსვლელს გაუჭირდა დროის მენეჯმენტი, რაც არ არის გასაკვირი. ვინაიდან ძალიან ბევრი უბედურება გადახდებოდა ხოლმე თავს ერთ ადამიანს. ასე იყო მის შემთხვევაშიც, იმის წინა გამოსვლის შემთხვევაშიც და თქვენ ვინაიდან სახელმწიფო სტრუქტურებში გიმუშავიათ, როგორც თქვენი განცხადებიდან ირკვევა. იყავით არჩევით თანამდებობებზეც გარდა დანიშვნად თანამდებობებისა სხვადასხვა პერიოდში. თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ, ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა, რომ თქვენ 15 წუთის განმავლობაში თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად გითხრათ, როდის სად მუშაობდით, რა გაქვთ კომისიისთვის იმ უხეში დარღვევების თაობაზე სათქმელი, რომლითაც ხასიათდებოდა 2004-2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი და შემდეგ დაგისვამთ კითხვებს. არც იმას გამოვტოვებ და გეტყვით ბარემ უკვე თავშივე, რომ ჩვენი დღევანდელი სხდომის აი ამ კონკრეტული ნაწილის მიზანია გამოვკვეთოთ სამეგრელოში და უფრო ფართოდ დასავლეთ საქართველოში როგორ მუშაობდა ის რეჟიმი. ერთი მთავარი რაც უკვე გამოიკვეთა სამეგრელოსათვის დამახასიათებელი, თორემ ის რომ შვილს მიიტყუებდნენ პოლიციაში და შემდეგ მშობლის დაკავება იყო მთავარი მიზანი, ეს სამეგრელოშიც ასე იყო, როგორც ჩანს და დასტურდება თბილისშიც, მაგალითად ჯემალ ლეონიძის საქმე მეც დაადასტურა და ყველგან. მაგრამ სამეგრელოსთვის გამოიკვეთა უკვე ერთი მახასიათებელი კონკრეტული, რომ იყო მამა ახალაია, პროკურორი როლანდი, რომელიც უკანონოდ შავი სიების მიხედვით აუბედურებდა ხალხს, იყენებდა ბოროტად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და შემდეგ თავის ორ შვილს, დათა ახალაიას და ბაჩუ ახალაიას, ერთი ხელმძღვანელობდა თბილისში უშიშროების სისტემას და მეორე სასჯელახსულების სისტემას, მათ მარაგებდა ამ უკანონო საქმეებითა და პატიმრებით. ეს სწორედ სამეგრელოსთვის დამახასიათებელია, ვინაიდან ეს კლანი, რომელზეც ბრაზდებოდნენ ახალაიების კლანს, რატო გვეძახდითო თავის დროზე, როცა ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და გვითვლიდნენ მსუყე მუქარებს ამის გამო, ჩვენ გვინდა რომ ეს ნახოთ, სიმართლე იყო თუ ეს ჩვენ უბრალოდ ასე გვეგონა, რიტორიკულად ვკითხულობ. კიდევ რა შეიძლება თქვენ იცოდეთ, ამას დაადასტურებთ თუ არა, კიდევ რა შეიძლება იცოდეთ, იქნება ეს ვთქვათ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ფოთში, თუ გნებავთ გურიაზეც თუ იცით, დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირებით ქრონოლოგიურად რომ გითხრათ, გთხოვთ. დიდი მადლობა. ქალბატონო თეა და კომისიის წევრებო, პირველ რიგში გიდასტურებთ პატივისცემას იმის გამო, რომ აი ამ
დარბაზში ვხედავ არანაცური და არაპორტირებულ ადამიანებს, ვინც ებრძოდა თავის დროზე იმ რეჟიმს, მათ შორის ჩემთან ერთად. მე ვარ დავით კანთარია, 1993 წელს დავინიშნე წალენჯიხის გამგებლად. ვიტყვი ამ ჩამოვყევი ამ ფორმალობას, ბევრი თქვენთაგანი მიცნობს, ვიცნობ პირადად, გიცნობთ. ეს იყო რთული პერიოდი, მანამდე მე მუშაობდი ეგრეთ წოდებულ იმელის შენობაში, იყო სახელმწიფო საბჭო, იყო ედუარ შევარდნაძის აპარატი და ერთ-ერთი მოცეულში იყო ჩემი პირადობის მოწმობა, რასაც ახლა ვიხსენებ, მე-16 ნომერი იყო მგონი, ანუ ყველაზე პირველი აპარატის თანამშრომელი ერთ-ერთი. კურატორობდით რეგიონებს, მე ვიყავი სამეგრელოს რეგიონის კურატორი, სამეგრელოს ვიცნობ ზედმიწევნით, ჯერ ესეთი როგორც კურატორობიდან, შემდეგ ვიყავი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე სამეგრელოსი და დამნიშნეს წალენჯიხის რაიონის გამგებლად, ეს არის 93 წელი, ვიყავი 26 წლის, იწერებოდა მაშინ ყველაზე ახალგაზრდა ჩინოვნიკი დავით კანთარია, ბევრს უკბირდა იმ პერიოდში რომ მე მომიწია წასვლა, იწერებოდა კიდევაც რომ მან მოკლავენ რაღაც სხვა ასეთი გაუბედურებული გაძარცვული რაიონი დამხვდა, არავინ არ აკლებდა ხელს, არც მომხდური, არც მიმხდური. გინდა სამთავრობო იყო ძალები, გინდა ოპოზიციის არ ქონდა მნიშვნელობა, მაშინდელ იმას ვიძახი სამწუხაროდ, რაიონს არ დააკლო ხელი არც ერთმა მხარემ, გადამწვარი რაიონი. აი ამ პერიოდში მე მუშაობ, ჩავედი და ვიმუშავე იქ 9 წელიწადი. ხმა არ გამოდის? ახლოს მოვალ. დიახ. გეტყვით ერთ რამეს, რომ ნორმალური პერიოდი არა მარტო ციხეში და იმ წლებში რაც მე გამოვიარე, მაშინაც არ მახსოვს. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც 4 პოლიციელი გაგრის ბიჭებიდან, გაგრის პოლიციიდან დამიხოცეს მანქანაში. ერთადერთი კაცია გადარჩენილი გია მხეიძე. ბევრისთვის ცნობილი პიროვნება. იტყვის გია. დამსვეს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც უნდა გამეჩნდებინა ღამე და შემდეგ მეორე დილით ავდიოდით უკვე წალენჯიხაში. ცხონებული გივი ლომინაძე, მივდივართ მანქანით, არის სროლა. გავიარეთ ეს ეტაპი და ხედავ რომ რაიონიდან უკვე ამოსასვლელში თოქზე გამომული 5 მანქანა. მოყავთ. არ მინდა ხა დეტალებში ჩავიდე, რატო ყვები ამას. აი ეს პერიოდი გადავედი მანქანიდან და 5-ვე მანქანა დატოვეს ადგილზე. ამით დაიწყო ჩემი მოღვაწეობა იქ. არაფერი არ მუშაობდა, ყველაფერი დაკეტილია, ყველაფერი არ არსებობს რა, რაიონი გადამწვარი სახლები გახსოვთ, თქვენ ამ პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი. დავიწყეთ მუშაობა, ედიშერ ჩარგაზია დაინიშნა ზუგდიდის გამგებლად, მე წალენჯიხაში და შეუდექით ეს. აი ამ პერიოდში არც მანქანა, არაფერი პირველი ავტობუსი გამოუშვა წალენჯიხაში მახსოვს, გარდაცვლილია ეს ბიჭი ჩომბე. სხვათა შორის შემდეგ მაგ ავტობუსით გორში ავიდა სააკაშვილი და მე ჩამოვიდა და ვითომ წალენჯიხიდან წამოიყვანა ეს ხალხი. ტყუილი, მან იჯდა რამდენიმე წალენჯიხელი და მიიწერა ამ კაცმა რომ რევოლუცია ეგრეთ წოდებული დაიწყო იმ რაიონიდან. ამას რატო ვყვები? ამ პერიოდში მე გავიცანი ედიშერ ჩარგაზიას ოთახში, კაბინეტში მაშინდელი ვინმე და დღესაც არაფერს რო არ წარმოადგენს ისეთი არაკაცი და მე პირველ რიგში მოვხდი ბოდის ზუგდიდელებს, მეგრელებმა არ იციან თქვენ გახსოვთ პერიოდი კომუნისტების იდეოლოგიური გადახვევით, რომ მეგრელი რაიკომის დივანი რო დანიშნეს, აი ჩემს უნდა მიმხედო. დანიშნეს ერთი კუთხიდან ჩემს ბიძაშვილებს უნდა დავერიოდო, უნდა დავიჭირო. ესეთი ხუმრობა იყო. გატანა იცოდნენ ერთმანეთს, სვანებმა, მეგრელებმა, დასავლეთის ხალხმა უკვე. ბოდის სუხდი იმ ხალხს დღეს, ვინც ოთარ პაცაციას ბილუსტრის გახსნაზე იმყოფება და მე მომიწევს. არა ლანძღვა, არა გინება იმ კაცის. ვინმაც ჩაიგდო სამეგრელო. ვინც მოაჯდა სამეგრელოს თეთრი რაშით და მოსწვა ეს კაცი მიხეილ სააკაშვილმა. მიშა ჩემმა ეგრეთ წოდებულმა მაშინდელმა მეგობარმა.
ეს არის როლანდ ახალაია. გავიცანი ედიშერ ჩარგაზიას კაბინეტში, ეს არის ის დრო, წალენჯიხას ედიშერ ჩარგაზია ვინ იყო მაშინ? ედიშერ ჩარგაზია იყო ზუგდიდის გამგებელი. ედიშერ ჩარგაზიას რატო ვახსენებ მოგვიანებით გეტყვით ბატონო? როლანდ ახალაია იყო ერთ-ერთი რიგითი გამომძიებელი პროკურატურის. როლანდ ახალაია არ მინდა პარლამენტში მიმყოფები, არ ნამყოფი შეიძლება ზოგიერთიც ადრე მიმუშავნე ამ სტრუქტურებში და ვიცი სადაც ვიმყოფები არ მინდა არ გავილანძღები იმდენმა დამაბარა ემოციებს არ აყვე დათხოვდა ახლა მე რო გამახსენდება რაღაცები შეიძლება მე წინასწარ მოგიხდით ბოდიშს და მოვხდი იმ საზოგადოებას ვინც ამ წუთში გვიყურებს ეს არის არარაობა კაცი აი ეს არის სირცხულის სამეგრელოსი და კისერის მოჭრა ეს ადამიანი და რატო ყვები ამ მომენტს ანუ საიდან წამოვიდა თუნდაც ჩემი პირადი მიმართულებით აი ამისი აგრესია იქ იყო გასროლეს მანქანიდან დაბლიდან ვიყავით მე ჩარგაზია და ეს დაიმალა ეს არის მშიშარა კურდღელი რომელიც შემდეგ გამყარდა რაღაცნაირად მოაჯდა მთელ სამეგრელოს და გახდა ლევან დადიანი თავისი ჭკუით რომელმაც დაჩაგრა სამეგრელო რომელმაც მე ხშირად ვახსენებ რომ მან სამეგრელოს მოუწყო ეგრეთ წოდებული მეგრელთა საქმე 12 წელია და მანამდეც მე გამოვდივარ იმით ძალიან მოკლე ვიქნები ალბათ იმიტომ რომ თუ ვინმეს არსოს ჩემი გამოსვლები სატელევიზიო გინდა პრესით ფეისბუქით არ ვიცი სხვადასხვა სოციალურ ქსელით მას არასდროს პასუხი არ გაუწია აი ახლა რაც აი ამ კაცმა მოყვა წულაიამ შვილები რო დაუჭირეს თვითონ დაიჭირეს ქონება წაართვა როლანდ ახალაია ზუგდიდმა გამოაგდო თავისმა თანამშრომლებმა კარები აუჭედეს და რის გამო რომ გამოძიებასა და მის რაღაც სამსახურს შორის წილების გაყოფაზე აი ეს არაკორუმპირებული ახალაია რომელიც შემდეგ ჩვენ გვიჭერს კორუფციის გამო 400-ზე მეტი ჩინოვნიკი მე მაქვს იქ მოცემული თქვენთან რამდენჯერ მithქვავს ამ შესახებ 400-ზე მეტი ჩინოვნიკი ადამიანებს იჭერდნენ როგორ იცით აი სიებით რა სიები იყო ჩამოწერილი და წერან ეხლა თქვენ რაც მიხსენეთ ეს იყო კონვეიერი მამა და შვილები ერთი ოჯახი არ იყო მაშინ ინტერესთა კონფლიქტი ან რამე არ იყო კაცო მამა იჭერს ანუ აძრავს საქმეს ვიღაცის მიმართ მისი ერთ-ერთი შვილი რომელიც არ მოუხდია სასჯელი და კომისიას მე არ ვსვამ შეკითხვის გასაგებია მე თქვენი შენიშვნების ხევის მიმართ ვერჯერ მოვისმენ მაგრამ ვეკითხები იმ ხალხს გასულა ერთი დღე მაინც რომ ახალაია გვარი არ უხსენებიათ ან შვილი ერთი ან მეორე და მამა აი დღეს რაც წულაია მოყვა მე რომ ვიყო დაუშვათ ხო დღესვე მას უნდა დაადონ ესე სამაჯურები ხელის და უნდა გააქანონ ერთ ადგილას როლანდ ახალაია თავისი პირადული ნაწწყენის გამო ჩემთან ერთად კამერაში იმყოფებოდა სარდან ბერულავა პოლიციის თანამშრომელი 65 წლის კაცი რომელმაც გამოიარა ის საპროტესტო აქცია სადაც ახალაიას კარები იყო აჭედილი და ცოტათი ნასვამმა წაიმღერა რომ ეს არ გახნის წინ იყო გასაკეთებელი ეს დაუმახსოვრა დაიჭირა და მას ჰქონდა ესე ტომებით ახალაიას მიმართ საქმეები ეს კაცი არ ვიცი ახლა კომისიას რამდენად ექნება ამ დრო აი ამ საკითხების ყველას დასაკითხად მაგრამ ძალიან საინტერესო არის მის მიერ იქ მაშინ რასაც იწერდა იმ კამერაში სადაც ჩვენ ვიჯექით ალბათონო თეა თქვენ არც ერთი
საპროცესო და სასამართლო არ გამოგიტოვებიათ სერგო ჩაჩიბაიას. როცა თქვენ გამოჩნდით პოლიტიკურ ასპარეზზე, მე არ მიყვარს არაფერი ლიქნელებს პირიქით ვერ ვიტანდი რა ვიღაცა რაღაცას ამიწყებდა თანამდებობაზე, აი იმ ხალხს ვერ ვიტანდი საერთოდ რა, არც ველაპარაკებ. მაგრამ თქვენ ყველაფერი იცით. იგივე ახალაია შესახებ. რა დღეში ჩააგდო ჩაჩიბაია, დაიჭირა ერთხელ, დაიჭირა მეორეჯერ და დაიჭირა იმ პირობებში, როცა მან გამოიჩინა თავი და გამოჩნდა პოლიტიკაში. როლანდ ახალაია მე პირადად მანამდე ბოდიში როლანდ ახალაია დაიჭირა სოსო ჭანტურია აბაშის ყოფილი გამგებელი ყოფილი პარლამენტარი სოსო ჭანტურია გარდაიცვალა ციხეში რატომ როლანდ ახალაიამ გაშვების წინა ღამეს უნდა გამოსულიყო სოსო გაშვების წინა ღამეს დაუმატა სასჯელი მანამდე სოსოს გულის შეტევით გადაიყვანეს და ვიტყვი ვიქნები მე რახან ხო ვაწერხილ სიმართლეზე ვიტყვი ერთ რამეს მელიამ უმკურნალა მას და ახლობლობდნენ აი ეს ანზორ მელია რომ არის კარდიოლოგი და იწვა სამამტყოფოში რამდენიმე თვეზე მეტი ალბათ შემდეგ დააბრუნეს ციხეში და სოსო გამწარებით იხვეწებოდა კამერაში რომ წამიყვანეთ არ მომკლათ აი აქ მომკლათ რა ძლივს გამოიყვანეს დასჭირდა შუნტირება აი ეგ არის კაცი და შევეკითხოთ ფაქტებით ვილაპარაკოთ მე არ მომყვები რაღაც მიკიბულ მოკიბულს აი ყველაფერზე დაგიდებთ ფაქტებს და მე კომისია გადაწყვიტოს ამას ბოლოში გეტყვით ძალიან კარგი იქნება დააბრუნეს ციხეზე გადაიყვანეს ზონაში და უნდა გავიდეს ხვალ დაუშვათ დღეს წაუკითხეს ახალი ბრალი და დაუმატეს 2 წელიწადი სოსოს იმ ღამესვე გული გაუსკდა ეს შუნტირეთ სადაც ქონდა ეს გული გაუსკდა და გარდაიცვალა სოსო გაასვენეს რეზბანიციდან მორგი იყო იქ მე დღემდე ჩამესმის ყურში გასვენების დღე როცა იყო პატიმრის რამდენიმეჯერ იყო ზარის დარეკვა და სულხან მოლაშვილმა და დათო მირცხულავამ არ დაუშვეს ის რომ როგორც ზოგ-ზოგიერთ და იქვე იყვნენ სხვათა შორის ორივე ესწრებოდა მე არ ვიყავი მაშინ მეორე დაჭერილი არ ვიყავი და რომ სოსო გამოტენეს უკაცრავად შიგნით ნახერხით და რაღაცა კუნძი ჩაუდეს აი ეს სულხანამ და დათო მირცხულავამ არ დაუშვა და ესე გააპატიოსდეს მიცვალებულია გამოუშვეს აბაშაში როლანდ ახალაიამ დაიჭირა მე ესართია რომელსაც მოსამართლემ უთხრა რომ უნდა გახვიდე გარეთ გაუშვა და კარებშივე დაახვედრა ახალი ბრძანება ნუ ის მოსამართლე რომ ეგრევე რომ დასაჯეს და დაურეკეს და ზარები რომ წავიდა მის მიმართ და მაგას რომ ნოტარიუსები ყავდა მოსამართლეება და ცნობილი ფაქტია კაცი შეაბრუნეს უკან როლანდ ახალაია მას ჰქონდა ერთი შექმნილი ასეთი რაღაცა ტროიკა ეგრეთ წოდებული აი ეს არის მნიშვნელოვანი აი ყველა ფაქტს ეს დაედება თქვენ გახსოვთ მერაბ ერქვანია ეს ჩემი მერაბი ქვარაია თქვენი კოლეგა დაიჭირა და რა მარტო მერაბი რამდენიმე კაცი 17 კაცი საუბარი იყო ბეჟანგონავაზე ბეჟანგონავა უნდა დაეჭირათ და უნდა გასულიყვნენ ჟვანიაზე მაშინ იზრდება სიტუაცია ამათ შორის შიგნით და უნდა გავიდნენ ბეჟანზე იმიტომ რომ ბეჟანი ჟვანიასთან დაახლოებული პირი იყო და სხვათა შორის მე გახდა ჩემი ჯერ იყო ეგ იყო პირველი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე მე ვიყავი მე და ნუ ბეჟანი მე დათანხმდა იმას რომ მოადგილეთ ყოფილიყო ჩემი
როლანდ ახალაია ყოველ დილას აი ამ ოფისში ზუგდიდის დადიანების მუზეუმთან იცით თქვენ პარტიის ოფისი იყო ჩვენი რეგიონალური ყოველ დილას მის მერე რაც გამოაგდეს თანამშრომლებმა ატუზული ხდებოდა ბუხართან და კიდე კაი ცეცხლს გვახვედრებდა ბეჟანის მე და ამის მოვალეობა ეკისრა მას ითხოვდა გამწარებით ითხოვდა იმას რომ ესე იგი ვინმე დაგვესაქმებინა სადმე აქ თბილისში რომ იქ არ დაედგომებოდა და არავის არ უნდოდა ეს კაცი დასანახავად და მოხდა ისე რომ სააკაშვილს დააკავშირეს ეს პიროვნება მე მანამდე სხვასთან მქონდა შეხვედრა ახლა არ მინდა ეს დეტალები იყო საჯაია ცხონებული მე მთხოვე და კაცზე მაინც მთხოვე ამაზე ნუ მთხოვო იყო ეს მომენტიც და ბოლო ეს კაცი აფაქიძე იყო კიდე ჩართული თორნიკე და დააკავშირეს რა სააკაშვილს და აიყვანა აი ახლა მიშა მე ვიცი შენ ძალიან ხშირად უყურებ ამ იმებს რა შენ ხომ მოხვედი იმით რომ არაკორუმპირებულები უნდა მოგეყვანა და გვერდში დაგეყენებინა და რომ გამოფინე ეს შენი ნამინისტრალები და ზოგიერთმა იმდენი ქონება რომ წაიღო აქედან და დღემდე რომ ოპოზიციისთვის არ დამთავრდა ეს ფულები მიშაში არაკორუმპირებულო შენ არ გახსოვს ის რომ შევარდნაძეს ეუნებოდი ჟვანიას ეუნებოდი დათო კანთარია არის ის პიროვნება ერთ-ერთი ძლიერი გამგებელი და ის უნდა იყოს იქ არ მინდეს წვრილმანი გუბერნატორად და ასე შემდეგ 9 წელი მიმუშავე წალენჯიხაში ერთი ფაქტი ვერ იპოვეს ამათმა და წალენჯიხის ფაქტზე ვერ დამიჭირეს დოგმა იყო ასეთი კომპანია საექსპერტიზო ბიურო რომლის ხელმძღვანელი გახდა სიმინტია სხვათა შორის მერაბის მამის ერთ-ერთი აი გვარის ინიციალები შედის ამაში აი დოგმა აი ეს დოგმა მამამისი მე გარდაიცვალა მერაბის ცხონებული და მამამისი არასდროს არ ჩაერეყოდა ამ დოგმის საქმიანობაში აი ეს დოგმა ეხლა მე თქვენ ტელეფონში მაქვს მე არაფერი არ ჩამომიწერია არც შპარგალკით არ მოვსულა არ მჭირდება რა დოგმა ასრულებდა ტროიკის ფუნქციას როლანდ ახალაიას ეს დოგმა ყავდა კაბინეტში ეს დოგმა საპარლამენტო სპეციალურმა კომისიამ და სასამართლომ ჩათვალა როგორც ყალბ დოკუმენტად ეს მიით ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ვინმე სიმინტია საფუძველზე როლანდ ახალაიამ აი ესე ტრაფარეთლიანად აი ესე იწერებოდა და იჭერდნენ ხალხს დოგმას საფუძველზე ვარ დაჭერილი ორჯერ აი დოგმას ექსპერტიზის და ასეა ყველა თანამდებობის პირი სამეგრელოს მიმართ გატარდა სპეცოპერაცია აი სპეცოპერაცია არ ვიცი ვისთან იყო ეს შეთანხმებული ეს აწყობდა თუ არა მიშას თუ ეს იყო მისი თვითშემოქმედება გაბრაზებული ყველაზე ყველა თანამდებობის პირზე ვინც მაშინ ვიყავით მე მაშინ ჯერ კიდე წალენჯიხის მომენტებს ხვდები ყველაზე აი ამ კაცმა თავისი სიბრაზით აი ესეთი ბოროტი იმებით გამიზნულად დაიჭირა 400-ზე მეტი ჩინოვნიკი და ორჯერ დამიჭირა მე ასევე რამდენიმე არის იქ კიდე პიროვნებები რომ მაგრამ ამათი სახელები არ ყვიროდა მაშინ მაპატიოს ყველამ რატომ იმიტომ რომ ზოგთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება არც აწყობდა იმ ხალხს დაუშვათ გამომზეურება მე ძალიან მიჭირს ახლა რატო იცი მე რატომ მოვედი აქ ამას ცოტა მოგვიანებით გეტყვით ფოთის მერი ვარ მე ნიშნავს შევარდნაძე თქვენ ძალიან ქალბატონო თეა რომ არჩეული იყავით თუ დიახ მე ამირჩია ფოთელებმა და დღემდე ვახსოვრთ დიახ მე აგერ გეუბნებით ყველას მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი ჩემი ღირსება მე ამას ძალიან უფრთხილდები და ეხლა მაქსიმალურად ვიკავებ თავს რომ არ გადავიდეს იმაში რა ზედმეტებში და მაქსიმალურად ვაკონტროლო ამ წუთში ჩემი საკუთარი თავი და იმ ხალხის ნდობა და სიყვარულის არ დავკარგო ვინც მე ახლა მისმეს და ჯერა ჩემი
მე არ მაინტერესებს ღრმად პატივცემული მოწერილია რა სიტყვის, რომელიც მერე მოასვა ერთ-ერთმა აქ ჯდომა აი ამ სკამზე იჯდა. და რო იფიცებოდა მე არ ვარ ნაციო, აი ამ კაცმა მოასვა სამეგრელოს უკვე მეორე ავამტყოფი ოჯახიდან წამოსული. მამამისი გარდაიცვალა, არ მინდა დღეს. მოდით ოჯახებს ნუ შევეხებით, ვის გულისხმობთ თქვენ? ეს არის მოწერელია. ვის გულისხმობთ თქვენ ადგილას ვინ იჯდა? ჩემ ადგილას იჯდა გახარია. გახარიაზე ამბო? დიახ. გახარია რო იძახის დღეს ნაცია, რომ მანამდე რა, არ მინდა თავმიდევრულად მივყვეთ. დიახ. მოწერელიას მამა იყო ჩემი მოადგილე. პატივცემული ჩემთვის არასაპატივცემლო კაცი ირაკლი მოწერელია. როცა მე დავინიშნე და დაეწერა ყველა მოადგილეს განცხადება და ისინი გადადგნენ. შემდეგ იქ მოხდა არჩევნები დაინიშნა და მაშინდელი წესით უნდა ერჩიათ საკრებულო და საკრებულოდან პრეზიდენტი ნიშნავდა იმას რა. მერს. აი ესე ამირჩია მე ფოთმა პირველ ნომრად. ოპონენტი გავიდა მეორე თუ მესამე ადგილზე არ მახსოვს. დიახ. ნუ მაშინ მე რო დამნიშნეს იყო იქ მთელი ამბები, გადაკეტვა გზის, რა ქვიან, ეს კანთარია ვერ დავინიშნეს ესე იგი კონსტიტუცია დაამხოთავს ხალხს და იწერებოდა მთელი ამბები, მე არაფერს არ დავმალავ რა, ვიტყვი გულწრფელად და ადამიანურად კაცურად ვიტყვი რა, მირჩევნი ესე ვიყო ბოლომდე, ვიდრე ვიღაცას რაღაცა თავი დაუდოდა და რაღაცა იმას ქნა რა. აი ეს პატივცემული კაცი არ აირჩია ფოთის საკრებულო. აგერ არის ყველა ცოცხალი კაცი რა, რამდენიმე წავიდა, მათ შორის თვითონ. რათელში იყოს კი ბატონო. ამ კაცმა რო დაიწყო წერა, არ დაამთავრა, ესე მარტვილის რაიკომის დივანი გახდა თავის დროზე და იქ დღემდე არსებობს ესეთი ისა. და ყავდა მას დაქირავებული ჟურნალისტი რა. ეხლა მე აქედან რო გავალ მე ნახეთ თქვენ ვიღაცები და ძალიან ბევრი ბულინგი მიდის რა ახალგაზრდა არიციან რა ხდებოდა მე მაგათ მიმართავ იმ ახალგაზრდებს ეხლა ქუჩაში რო გამოდიან და ახალაია რო გონიათ თავარ ანგელოზი რო ნიშა სააკაშვილი გონიათ აი ყველაზე მაგარი კაცი და ყველაზე ქონებები რომ წაართვეს ხალხს აგერ არის კომისია ჩემი ქონებები შეამოწმეთ. აი იმ წლებში რა 2003-ში გადავდექი მე შევარდნაძე რო გადადგა წავედი ტელევიზიაში და მე გადავდექი. და ხალხმა იქ დაცება გამომაცილეს ტაში, დაცები მოვიდნენ უკვე იქ დგანან, ტაში დაუკრეს, რომ კაცურად მოიქცა გადადგაო და წამოვედი ხო? აი იმის მე რომ გაგრძელდა, მაგრამ რა გაგრძელდა? პირველ დაჭერაზე მე ვარ როლანდ ალხალაიას კაბინეტში. თვითონ დამიბარა ძველი ნაცნობობის ხატრით და თავიდან იყო როგორი იცი როლანდი ნესტორიჩი ვისაც დაიჭერდა იბარებდა მერე და რა არის იცი კაცო მე შენ ხომ დიდ პატივს გცემდი და აქცემდა მე რა ვქნა ეს ზემოდან მოდიც და ესე იგი პრეზიდენტის აი მიშას უშვებდა წამდა უწომ როგორც კი უნდა არა ეს მოდის ზემოდან რომ მე აქ ხო იცი ზუგდი დელიკაცი ვარ, მეგრელი კაცი ვარ და მე ეს არ მჭირდება და რა ვქნა და გია დარჯანია დაიჭირა ყველაზე წინ ფოთის მერი, პატიოსნესი კაცია კაცო. გიას არაფერი არ გააჩნია. აი წავიდეს ეს კომისია აგერ არის ჟურნალისტებს მიმართა, ყოფილს, ძველს და ახალს. წავიდეთ. ნახოთ დავით კანთარიას ქონება. და ნახოთ როლანდ ახალაიას ქონება, რომელსაც მე დაგისახელებთ ახლა. გაიაროს როლანდ ახალაიამ ჩემს გვერდით. ან ვისაც დავასახელებ ამის მერე იმ ხალხმა და იმ ქალაქში გაიარონ წალენჯიხაში, ზუგდიდში და ვის როგორ შეხვდებიან აი სიტყვაზე. წეგან თქვა წულაიამ სახლიდან ვერ გამოდისო. როგორ უნდა გამოვიდეს ახალაია სახლიდან. მაგრამ მე გილოცავთ ყველას. ახალაიამ გახსნა Facebook-ი. ეს ძალიან მაგარი ფაქტია და თქვენ გეუნებათ. ხელისუფლებას ეუნება ყველა ჩვენთაგანს ალბათ რომ იმ ხელისუფლებამ დააყენა საქართველოში 38 წელი 37 არ ამბობს იმიტომ რომ 37 წელი მე პირიქით უთხარი რომ მან და მისმა ზემდგომებმა დააყენეს იქ იმაში სამეგრელოში პირველ დაჭერაზე კაბის კაბინეტში მეუნება რომ დათო
მე ამოვიღე ფოტომასალა. რა იყო ფოთი ჩემამდე და რა გავაკეთე მე პირადად. არ იყო ფული, არ იყო არაფერი, წანენჯიხის ბიუჯეტი დავტოვე 1.5 მილიონი. ფოთში დამხვა 15 მილიონი. ეხლა ეს არის სასაცილო ციფრები. არაფრისგან მინდოდა, ვიყავი ახალგაზრდა და მინდოდა რომ რაღაცა გამეკეთებინა, დამეტოვებინა ჩემი სახელით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მუშაობდი დღე და ღამე. მე არა ვარ მამამრამის ბატკანი, აგერ ჩვენ დაგვერქვა ესეთი შევარდნაძის დროინდელი, გესმით? შევარდნაძის დროინდელია, значит, უკაცრავად ესე იგი კორუმპირებულია. მე არ მიცხოვრია ხელფასზე, მაგრამ მე არ მიფათურებია იმასე ბიუჯეტში ხელი. მე ამას კაცურად ამბობ ისევ. წალინჯიხიდან ზოგჯერ მე არ მქონდა ბენზინის ფული, რომ წამოსულიყავი ედუარდ შევარდნაძის თათბირებზე. ფოთში მე გამისდა სხვა შესაძლებლობა ვიღაცა ბიზნესმენი დამხმარებოდა რაღაცნაირად, კი ბატონო, ეს არ შეიძლება კანონიერად, რა ქვიან, ჩინოვნიკისთვის, მაგრამ მე რა ვქნა ახლა? მე გამოვიდე აქ და ვილაპარაკო, რომელი დამიჯერებს? რომელი ქართველი დამიჯერებს იმას, რომ მე ვიყავი 400 ლარიან ხელფასზე? ხო? იყო რაღაც სხვა მომენტები, რითაც მე ოჯახს ვარჩენდი. ჩემ შვილებს და საუკეთესო შვილები მყავს. მაგრამ ბიუჯეტიდან ფული არ აგიღია. არ ამიღია. ერთ-ერთი გეტყვით ქალბატონო თეა. ის რაც მე ჩამიწერეს ბრალდებაში. აი ეს გვაინტერესებს, დიახ, თუ შეიძლება. ბრალდებას წერდა ირაკლი მოწერელია. და მის შვილს ალექსანდრე მოწერელიას. აგერ არის ბატონი სოზარ სუბარი. ხართ თქვენ თუ იმას გახსოვთ რომ მე ავტეხი ერთი ამბავი ეხლა ვისთან ეხლა მაქვს მიკროფონი კანთარი აგინებდა იმას ჩამადა იყო სადღაც ქორწილში და აგინებდა იმას ახალაიას და ეს ამბები და ისო შეწოხებულია და რატო სადაც ჩამივარდა მიკროფონი იქ მე ვაგინებდი სააკაშვილსაც და იმასაც როლანდ ახალაიას რა და ვამბობდი ჩემს სათქმელს სადაც ვიყავი ის ხალხი დაიჭირა აი სადაც ხო მივდიოდი ბრალდებას წერდა ქალბატონო თეა და ბატონებო მოწერელია და შვილს დაქონდა გამღამობით როლანდ ახალაიასთან აი ამ ვაჟბატონს რომელიც იყო დაჭერილი და ეს ხო იცი რა კორუმპირებული ვარო მაგათი მეთოდი გეტყვით ჟურნალისტის მოსყიდვა მიცემა ფულის და კარგად დაწველა ერთ-ერთმა ფოტელმა ჟურნალისტმა რომელმაც ჩირქი ძალიან ბერძვი მომცხეს და ბოლოს როდესაც მე ის თქვი რომ ეგ იყო ზონდერი ეგ და მამამისი ნახევარი ფოთი დაიჭირეს კაცო ექიმები დაიჭირეს კაცო ბატონო დავით თუ არ გეწყინებათ გაგაწყვეტინებთ ზოგადი სურათი დავინახეთ თითქოს და გაწყვეტინებთ რატომ ხომ არ იქნებოდა უპრიანი უფრო რომ თქვენ მინიმუმ ორჯერ თქვით ორჯერ დამიჭირესო სააკაშვილის დროს რამდენჯერ მეთქვით აი პირველი სისხლის სამართლის საქმე რას ეხებოდა როგორ მოხდა რატომ დაკავება მომენტი რო აღვიწეროთ სად იხდიდით სასჯელს თუ მოგისაჯეს თუ არა და სად იყავით დაკავებული როგორ პირობებში რატომ და როგორ გათავისუფლდით და მეორედ რაღაცომ შეგაბრუნეს ციხეში აი ეს რომ გითხრით პირველად ეს ზოგადი მიმოხილვა იყო მადლობა ეს ქალბატონო ამის საშუალება რომ მომეცა ბევრს არ ეძლებოდა ეს მე წინა იმებში ნახე იმიტომ რომ იქ კონკრეტიკაზე იყო საუბარი და ვინაიდან მე სამეგრელოს თემა ვიცი და იქ ქვაც ვიცი სადაც დავტოვე ამისთვის ალბათ იყო ეს შესავალი საქმე დიახ აუცილებელიც კი ბატონო გისმენთ კონკრეტიკას რაც შეეხება პირველი დაჭერა ჩემი მე მიჭერენ როგორც ფოთის მერს უკვე გადამდგარს და მიბარებს როლანდ ახალაია ზუგდიდში მე ვხედავ უკვე არავინ არ არის იმის მიამიტი კაცი არასოდეს არ ყოფილვარ ახლედიანი თუ გახსოვთ თქვენ ვინმეს ეს უგულავა იყო მაშინ გუბერნატორი გიგი უგულავა არის სამეგრელოს გუბერნატორი გიგი არის უგულავა იმ პერიოდში და მას ყავდა მოადგილე აქედან წაყვანილი
სათვალებიანი ბიჭი იყო. შემდეგ თბილისის მერიაში ცხავდა. დიახ, ახვლედიანი, ხო. ახვლედიანი, კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. ახვლედიანმა შეეკრიბა იქ ჟურნალისტები და უთხრა, რომ ამ დღეებში დაივიჭერთ დავით კანთარიას და ესე იგი ერთ-ერთმა მითხრა რა მომიტანა ამბავი და ამის მომტანი ძალიან ბევრი იყო. ახლა იქ 3-4 კაცი რო დაილაპარაკდა ჩემს შესახებ და მე ერთ დეტალს გეტყვით კიდე ვიცოდი რომ ახლა საქართველოს და რა თქმა უნდა ინფორმაციას ფლობდი. დაურეკე მე ამ ახვლედიანს და მე უთხარი სახე არ მახსოვს. მამუკა მე მგონი. მამუკა მეთქი. დავით კანთარია ვარ მე. აბა რა გინდა მომიყევი მეთქი სად მიჭერენ, როდის მიჭერენ, რატომ მიჭერთ? ამ დროს თქვენ მერი აღარ ხართ. არა, მე მუშაობთ ამ დროს სადმე. არა, რომელი წელია? ეს არის 2000 იმ წელი. ქალბატონი მე მივედი ტელევიზიაში 2003 წლის 23 ნოემბერს. და თქვი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, ჩათვალეთ რომ მე აღარა ვარ ფოთის მერი. მე მქონდა შემოთავაზე ერთი დეტალი, რომ ავტობუსით წამომიყვანა ხალხი, მე ამათ ყველას ვიცნობდი და მეგობრობდი ჩვენი მორთო ერთი პარტია იყო, ხო, მოქალაქე კეთილში, ჟვანია ზურა, სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა მიცნობდა კაცო, მე რა დასამალია და ერთად იყავით ხელისუფლებაში, ესე რომ ვთქვა. ჩვენი პერიოდი, ნუ ის შევარდნაძის დროს სააკაშვილი, ედუარდ შევარდნაძემ წარადგინა ვაკეში და მხარზე რო დაკრა ხელი გახსოვ თქვენ, მაგრამ ეს კაი გაგებით გააკეთა. აგერ იყო ფიცის დადება ცერემონიალი ედუარდის და მიშა სააკაშვილი ბატონო ედუარდ თქვენს სახელს თქვენსგან ვიქებებართ ერთად და თქვენს გამო დავარქვი ისაო ედუარდიო ჩემს შვილსო. არა და სიმავრს ქვია, ხო? მეორე მომენტი ისეთი მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო პარლამენტში. მე ვიყავი რეგიონის პარტიის თავმჯდომარე, ხო? კი, ესე იგი შევარდნაძის ხელისუფლებაში, სააკაშვილი თქვენ, ბურჯანაძე, ჟვანია ერთად იყავით ხელისუფლებაში, ზოგი ცენტრალურში, ზოგი ადგილობრივში. დიახ, მაგრამ ის მე ხო მოხდა მაგათ შორის განხეთქილი. მოხდა, კი ბატონო. მერაბიშვილმა რომ მიცა ვაშინგტონ პოსტ რაფია ინტერვიუ რო შევარდნაძე დაბერდა და უკვე ვეღარ არივარგებს ესე იგი ხელისუფლებაში სათავეში აი მის მერე დაიწყო მოხდა გადატრიალება, ეწოდა მე ამას მოგვიანებით ვარდების. ეს იყო გადატრიალება, ჩვენ შევიკრიბეთ მაშინ 30 კაცი ვიჯექით პარტიის თავმჯდომარები რეგიონებიდან პრეზიდენტის კაბინეტში და უკვე მიცემული აქვს ინტერვიუ მერაბიშვილს და აი წერილის განხილვა მიდის რა. ამ წერილის განხილვა მიდის, სადაც მე დავინახე მომენტი, რომ სააკაშვილი რას წარმოადგენდა, მიშა. და მე მიტინგი ჩავატარე რა, აი პირველი დაჭერა რას უკავშირდება, მე ჩავატარე მიტინგი, რომელიც ძალა მოდიოდა ფოთში. ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან, პორტთან ჩავატარე 3000 კაციანი მიტინგი. მაშინ ესე წარმოვიდგინე, აქ მიტინგები მიდის და იქ მე ვატარებ მიტინგს და ვამბობ სიმართლეს, რომ ჩვენც ვართ ახალგაზრდები, ჩვენ ვიცნობ ამათ. მე ჟვანიაზე ვერ იტყოდი ძვირს და არც ვიძახი დღეს, არ მოიტყვი, იმიტომ რომ ჟვანია პირველ დაჭერაზე ჩემი დაჭერის წინააღმდეგი იყო. და რომ გარდაიცვალა იმ დღეს გამოვედი ზუსტად სხვათა შორის და ის წინააღმდეგი იყო მე ვიცი ეს საუბარიც და მან წარმოადგინა უკაცრავად ამ სიტყვაზე მან თქვა რომ დავით კანთარია გაუშვათ გუბერნატორად ეხლა ჩვენი ხელისუფლების დროს უკვე როცა მოვიდნენ სხვათა შორის სააკაშვილს ხმა არ მოუღია და დასტური მისცა ნინო ბურჯანაძემ და ადგა მერაბიშვილი და ეს კაცი ჩვენ წინააღმდეგ მიტინგი ჩაატარა ჩვენი წინააღმდეგია და ნუ შევეჩოთ ახლა ამ იმას ესე ჩაკვდა იქვე მივედი ნუ პირველი დაჭერის მომენტია ხო აი რას ამბობს სააკაშვილი ამ შეხვედრაზე ბატონო ედუარდ თქვენ ამ ქვეყანას შეძინეთ ფუნქცია თქვენ ხართ ეს გაგვიჭერით გზა ევროპისკენ და იქ ჟვანია რო წამოდგა და მე ვარ პირველი ევროპელი მაშასადამე ქართველი ნუ პირიქით მე ვარ ქართველი მაშასადამე ევროპელი ეს სიტყვები მაკედან კოდის მაშინ დაიწყო წვრთნისა და აღჭურის პროგრამა მაშინ დაიწყო ეს ტრასეკას პროექტი გაიხსნა იქ რა ქვია სუბსიდ ტერმინალი და ასე ტაბუ დადებულია დღეს ეს თემა ისევე როგორც შევარდნაძეს დაადეს ტაბუ და მაგის სახელის ცნება ძალიან სამწუხაროა მაგრამ ბევრს არ უნდა აი ესე დავედო ჩვენ ტაბუ შევარდნაძის დროინდელი ვარ მე როცა გაახსენდებათ რომ დაუშვათ რაღაც მომენტებთან იყო საუბარი კი სააკაშვილის შევარდნაძის დროინდელია
არის და მაგიტო გეუბნებით ეს კაცი გარეთ ამბობს სხვას შევიდა და მაპატიეთ რა ძლივს გამოვიტანეთ აქეთ რა კარგი ბატონო დავის თუ არ გეწყინებათ ასე გეტყვით მე ჩემი ბრალია ეს ცოტა მიჭირს მოყვეთ აზრებში იმიტომ რომ თქვენ იმდენ ინფორმაციას ფლობთ ერთი ამბიდან მეორეზე გადადიხართ იმიტომ რომ გზადაგზა გახსენდებათ ეთყობა ის მძიმე წუთები მოდით შევეცადოთ რომ დაუბრუნდეთ პირველად დაკავების მომენტს ესე იგი თქვენ ამას როგორც მივხვდი უკავშირებთ იმას რომ როდესაც სააკაშვილი და მისი ეს ხროვა ცდილობდა შევარდნაძის გადაგდებას, ხელისუფლების გადაგდებას, აქ რუსთაველის გამზირზე იყო მიტინგი. თქვენ მაშინ ხართ ფოთის მერი, სწორად ვამბობ? და ფოთში ატარებთ სააკაშვილის აი ამ მისწრაფების წინააღმდეგ მიტინგს. და აქ ჩაისახა ის დიდი ბოღმა, ასე დავარქმევ, ამას ამბობთ სააკაშვილის გულში და მე შური იძლია? ბოღმა შეიძლება მანამდე ჩაბუდებული იყო, როდესაც ედიშერ ჩარგაზია გარდაიცვალა, ის მუშაობდა მასთან და ედიშერი მოხსნა ამ კაცმა იგივე ახალაიების და სხვების იქ ინფორმაციების მიტანით, რომ გაანთავისუფლა, მიიღო იმ დღესვე ინსულტი და მის კელეხში მე ვიყავი ხელმძღვანელი კელეხის. ღმერთმა გაანათლოს ღირსეული კაცი იყო ნამდვილად. რაც შეეხება მიტინგს, დიახ, მე ჩავატარ ეს მიტინგი, ამის ვიდეო კადრები არის ნებისმიერ იმაში წყაროში რომ შევძანდეთ, ნახავთ და მე თქვი ჩემი სათქმელი, რომ ესეთი ძალა მოდის, რომელიც, რაც იყო იქ და ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი ჩემი დაჭერის. დაგიბარეთ როლანდი ახალაიამ. ბატონო? და როლანდი ახალაიამ გიბარებთ, რომელი წელია? 2004, ალბათ? დიახ, ეს არის 2004 პირველი დაჭერის წელი, თავის კაბინეტში შევხვდით ზუგდიდში. დიახ. და ჩავიტანე ეს ფოტო მასალა. როლანდი მეუთხარი, ნუ ესე ვიყავით ჩვენ ურთიერთობით, როლანდ ნესტორიჩ და დათო, დავითი. მეუთხარი რა ხდება როლანდ, რატო სამეთქი? დავით მე დღეს უნდა დაგაკავოთო. დღეს ჩვენ უნდა დაგაკავოთო და შემდეგ მე დაგეხმარებია. მე ხო იციო რომ ნუ წეღან რო აღნიშნე ზოგად მიმოხილვაში და იმ დაგეხმარებია იმ კუთხით რომ ნუ მაშინ არსებობდა საპროცესო გარიგების ფორმით ესენი უშვებდნენ ასე ნუ მე ვუთხარი რატომ მიჭერ როლანდ მე ვუთხარი აი კაცურად გეკითხები რატომ მიჭერ მეთქი რა მაქვს მე ვუთხარი ბიჭო საადამიანური ენით და დაუყარე მაგიდაზე ეს ფოტო მასალა საერთოდ ჩვევა გქონდა ნუ რა იყო ჯერ ვიღებთ ამ ფოტოს ვაღებ ზოგჯერ ჩემითაც და მე რა გაკეთდა ხო ფოტოში თქვენ მიერ დიახ აჩვენეთ ეს ფოტო მასალა დაუდე მაგიდაზე დახედა ეს არც აინტერესებდა მაგას და მე ამოვიღე ერთ-ერთი ფოტო აქ დღეს მოწერილია ირაკი აქ მე და გავდით ხეებს რა სადღაც მაშინ ჩემი მოადგილე იყო ჯერ კიდევ მე ვთხარი ამ კაცის საჩივრებით მიჭერ მეთქი დღეს ვინ არის ეს აბა მაჩვენი და ის აბა მაჩვენი რომელია მაგი რომელია იქ მოწერელია მეთქი ვაჩვენე და დათო დავიღალეო რა იმდენი საჩივრები მოდისო ფოთიდან რა ასეთიო მე მაშინ არ მახსოვსო რა იმდენი ის მოდისო რა არა მარტო შენზეო ნახევარ გაჩვენათ ეს საჩივრები არა ეს საჩივრები არ უჩვენებიათ იქ ბევრი ლაპარაკი არისო მე უკვე ავყევი ემოციებს და იქ ცოტა სხვა ლაპარაკი წავიდა იქ შემოვარდა ეს დაცვა და სხვათა შორის ჩემთვის არც ხელბორკილები დაუდვიათ არაფერი გამოვედი გარეთ იქ ჟურნალისტები მოვარდნენ ეს გოგოხიები და ვიღაცები რა ხდება არაფერი არ ხდება მე ვუთხარი მოვიდა ჩემი დრო და ეს აგერ მადგას ახლა ეს ყველაფერი
მოვიდა ჩემი დრო მეთქი რა, ემა იყო გოგოხია, ემა მეთქი, მოვიდა ჩემი დრო მეც მიჭერე მეთქი რა. მეტი არაფერი არ ხდება. გადამიყვანეს პოლიციის უფროსის იმაში რა, კაბინეტში. ორი დღე ვყავდით იქ სხვათა შორის, პოლიციის უფროსის კაბინეტში ვყავდით. ანუ ეს რა მომენტებია იცით, ჯერ კიდევ რო ეპარებიან ამ დაჭერებს, თუ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ბედავს ეს ახალაია, რომ ესე მაინც რიდება რაღაცა მე რა მოხდება რა ისა და აი ეს მომენტია და ორი ღამე მე ვამბობ, მომიყვანეს ექიმი, მომიყვანეს ყველაფერი, იქ შემოდიოდნენ ყოფილი ჩინოსნები, პოლიციის თანამშრომლები, ცუდ ვერ ვიტყვი ზოგიერთ მათგანზე და ბოლოშიც ვერ ვიტყვი, რომ ადამიანური ფაქტორი მათზე მუშაობდა ჯერ კიდევ. ბატონო დავით, თქვენ ხართ ესე იგი დაკავებული, იცით ამის შესახებ, არ გიმალავენ რომ დაკავებული ბრძანდებით, ხართ პოლიციის უფროსის კაბინეტში 2 დღე ღამე. ამას ამბობთ. ვინ იყო პოლიციის უფროსი მაშინ? მისი კაბინეტი არ მახსოვს მე მაგრამ ნამდვილად მისი კაბინეტი იყო. კი, არა, მოადგილის. ამ 48 საათის განმავლობაში თქვენ ბორკილები გაქვთ? არა, ბორკილები. კაბინეტში გადაადგილდებით თავისუფლად. არ ვიცი ეს როგორ ჩავთვალო, ალბათ იმიტომ რომ დავით ქანთარია ვიყავი, გასაგებია, მაგრამ რო აღწეროთ, ესე იგი, ამ დროს თქვენ წაგიყენეს ბრალი, ადვოკატი მოვიდა თუ? კი, იქ მოვიდა ეს რა ქვია, მოვიდა მე გეტყვი. კაბინეტში. დიახ, კაბინეტში. რატომ არ გადაგიყვანეთ? გადამიყვანეს ციხეზე მე უკვე. შემდეგ. კი, იზოლატორის ნაცვლა, იზოლატორში უნდა ყოფილიყავი, ხო? 2 დღე იზოლატორში მყოფები. რაც საკანივით და მეორე დაჭერაზე ეს გააკეთეს. ვითომ პატივი ქცეს და იზოლატორში კაბინეტში იყავი? ამას ვამბობ. მე ეს სწორია? მე არ ვიცი ეს სწორია თუ არა მე. სად გეძინათ პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში? იქ გაიშალა ეს რა ქვია, მომიტანეს სახლიდან გამომიგზავნეს საწყალ დედაჩემი, ჩემი მეუღლე, ძალიან ცუდი დღეები გამოიარა ჩემმა მეუღლემ. ჩემმა შვილებმა დასტრესილები ორჯერ. და მეუღლე ჩემი ყოველ დღე ციხის კარებთან მელოდა. და გადაგიყვანეს ბოლოს? გადაგიყვანეს უკვე ციხეზე. სად? ზუგდიდის აი ავადსახსენებელ ციხეში. სხვათა შორის მე შევედი მაგ ციხეში და გადავიღე ვიდეო კადრები. აი ეს ციხე არ არის კაცო, ეს იყო მიწური. ჯურღმული კი? დიახ. იქ რამდენ ხანს იყავით? 2 თვე. 2 თვე? დიახ. რით დასრულდა ეს ორთვიანი პატივი? საპროცესო გარიგებით. რომელიც ჩემთან არ იყო შეთანხმებული და მოგიყვებით ერთ ფაქტზე. თუ შეიძლება, დიახ. დავასახელებ კონკრეტულად პირებს, რა თქვენ შეგიძლიათ ეს დაუძახოთ ამას, ან მე პროკურატურას და მე ამას მოვითხოვ, რომ ეს საქმე გადაეცეს პროკურატურას. მოდის ჩემთან ჩემი ისა რა ქვია